საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა 1640-60 წლების ინგლისის რევოლუცია. ძალიან ხშირად სვამენ შეკითხვას, რევოლუცია იყო ეს თუ სამოქალაქო ომი. დღეს ჩვენ ამას გავარჩევთ, ვისაუბრებთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ეს იყო რევოლუცია თუ ეს იყო სამოქალაქო ომი. მე-16 საუკუნემდე ინგლისი იყო მესაქონლე და მიწათმოქმედი ქვეყანა და მხოლოდ 1485 წლიდან მას შემდეგ რაც ტიუდორები მოვიდნენ ინგლისის სათავეში, ინგლისი იწყებს საზღვაო ქვეყნად გარდაქმნას. პირველი აგური ამ საქმეში შეიძლება ასე ითქვას, ჩადო ჰენრი მერვემ, რომელმაც ანგლიკანიზმი გამოაცხადა ინგლისში სახელმწიფო რელიგიად, ამით ის მოწყდა კათოლიკურ ევროპას და უკვე მისი ქალიშვილის დროს, ელისაბედ პირველის დროს, ინგლისმა ზეობის მწვერვალს მიაღწია, შეიძლება ასე ითქვას. მან, ანუ ელისაბედ პირველმა, საბოლოოდ გამოიყვანა კათოლიკური სივრციდან ინგლისი და ანგლიკანიზმი დააკანონა. იგივე ელისაბედ პირველმა სუპრემატია, ანუ ეს არის, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, ამავე დროს ეკლესიის მეთაურიც არის, დააკანონა და გარდა ამისა, აი ამ თავისი ანგლიკანიზმით იგი უშუალოდ დაუპირისპირდა კათოლიკურ ევროპას. პირველი რაც იყო, აი ამ პირველი საბაბი, ასე ვთქვათ, დაპირისპირების, ელისაბედ პირველმა უარი უთხრა ფილიპე მეორე ესპანეთის მეფეს ცოლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ის არ აპირებდა კათოლიციზმთან შერიგებას და იწყება ზეწოლა ნებისმიერი ხერხებით ელისაბედ პირველის მიერ კათოლიკურ ევროპაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ისეთ ცნობილ მეკობრეებსაც კი, როგორიც იყო რალეი, როგორიც იყო ფრენსის დრეიკი, იყენებდა, ასე ვთქვათ, ესპანეთისა და სხვა კათოლიკური ქვეყნების წინააღმდეგ ზღვაზე ბატონობის მოსაპოვებლად ძარცვავდა, აძარცვინებდა გემებს და სხვათა შორის შემოსავალი შემოსდიოდა. წილში იყო, ასე რომ ვთქვათ, სლენგი რო ვიხმაროთ, ელისაბედ მეორე აი მეკობრეებთან. გახსოვთ, თქვენ წინა გაკვეთილებიდან უნდა გახსოვდეთ, როგორ ლამაზად და ძლიერად დაამარცხა ელისაბედ პირველმა უძლეველი არმადა ესპანელების, რითაც საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ზღვაზე გაბატონდა. ელისაბედ პირველის დროს ყველა ფენა კმაყოფილია, ჩვენ შევეცდებით ახლა და ვნახოთ ეს რატომ მიწათმოქმედთა ფენას რაც შეეხება ელისაბედ პირველმა დაიწყო ხორბლის გარეთ გატანა და ამითი მიწათმოქმედებს მისცა სტიმული, რომ ახალ-ახალი მიწები აეთვისებინათ. ამავდროულად ამ ხორბლის გატანა შეიძლებოდა მხოლოდ ინგლისური გემებით, ამით სხვა ოსნებს მისცა მშვენიერი, ისე იგი გამდიდრების საშუალება. ამავდროულად ის იცავდა მუშებს და ეს ინგლისში სხვათა შორის ერთ-ერთი პირველია, რომელიც აი ესეთ რამეს აკეთებენ მუშების დაცვასთან დაკავშირებით და აი სწორედ მუშებზე გამოცემული კანონები, რომ იმაზე ნაკლებ ხელფას, რაც სახელმწიფოს დადგენილი ქონა, მუშას ვერ გადაუხდიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ სიკვდილით დაჟიდნენ. აი ყველაფერმა ამან ინგლისი აქცია უძლიერეს ქვეყნად, ამას დაუმატეთ, რომ ინგლისს ყავს ძალიან მძლავრი პარლამენტი და ძალიან მძლავრი სასამართლო ორგანო და მიხვდებით, რომ რატომ გადაიქცა ინგლისი აი ესეთ ძლიერ და მძლავრ სახელმწიფოდ მსოფლიოში. რაც შეეხება ელისაბედ პირველის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს 1603 წელს ტიუდორების დინასტია ელისაბედით მთავრდება და იწყება შოტლანდიური სტიუარტების დინასტია. ჯეიმს პირველი გახლავთ 3-დან 25 წლამდე. ეს არის მარიამ სტიუარტის, თავმოკვეთილი მარიამ სტიუარტის შვილი. ის არათანმიმდევრული მეფე იყო, თუმცა პრეტენზია ჰქონდა აბსოლუტიზმზე და მან სადა პარლამენტის საწინააღმდეგო დაპირისპირების მოწყობა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა პურიტანების ზევნა იწყება მის დროს. პურიტანები, ანგლიკანები, ბოდისვიხტი კალვინისტები არიან. ისინი ორ ნაწილად იყოფოდნენ. ერთი ზომიერი იყო პრესვიტერიანელები, ხოლო მეორე ინდეპენდენტები, რომლებიც დამოუკიდებელს ეძახდნენ თავის თავს, ინდეპენდენტი ამას ქვია. ამ სექტაში, ასე ვთქვათ, ყველა შეეძლო მღვდლის ფუნქციის შესრულება, ყველა თანასწორი იყო და აი ინდეპენდენტების დევნაა და ისინი იძულებულნი არიან ჰოლანდიაში და ამერიკაში გაიქცნენ
ამან უკმაყოფილება გამოიწვია პარლამენტის, მაგრამ ძირითადი დაპირისპირება მაინც რელიგიურ საფუძველზე არ მომხდარა ჯეიმს პირველსა და პარლამენტს შორის უფრო ფინანსური მომენტი იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯეიმს პირველამდე ანუ ტიუდერების დინასტიების დროს მეფე უზრუნველყოფილი იყო ფინანსურად, ერთი პატარა მიზეზის გამო უზარმაზარი მიწები ჰქონდა მიწას და ამ მიწებიდან შემოსული მეფეს და ამ მიწებიდან შემოსული შემოსავლით მეფე ფლობდა გარკვეულ თანხებს, მაგრამ მერე როდესაც გაიზარდა სახელმწიფო ხარჯები, უზარმაზარი ომები გადაიტანა ინგლისმა, იქ ინფლაცია დაერთო, შემოაკლდა შემოსავლები და დაიწყო ახალი შემოსავლების ძიება. რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა მან პარლამენტს, მაგრამ პარლამენტმა ყველაზე უარი უთხრა, იმიტომ რომ პარლამენტი თვლიდა, რომ ეს მეფის უაზრო ფლანგვასთან იყო დაკავშირებული და მისი მოხელეების თვითნებობასთან და ამიტომ არ მისცა ეს სუბსიდიები, ამიტომ მან აირჩია გზა, რომელიც ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ელისაბედ პირველის დროს იყო დაწყებული და აუგზავნეს, მე ელისაბედს პარლამენტმა აუგზავნეს. ეს იყო მონოპოლიებით ვაჭრობა, ანუ რაღაც ერთ მიმართულებას ვიღაცას მიიყიდიდა და მხოლოდ მას შეეძლო აი ამით ვაჭრობა, აი სადა ამების ასე ვთქვათ ამოტივტივება ისევ ჯეიმს პირველმა, მაგრამ პარლამენტი ძალიან მკაცრად მიუდგა ამ საკითხს, ის კი არა უდიდესი მეცნიერი ემპირიზმის მამა ფრენსის ბეკონი შეეწირა ამას, ის კანცლერობიდან გადააყენეს და კინამ დაიჭირეს. მეფემ პარლამენტს მიმართა, რომ ჯეიმს პირველმა მიმართა, რომ არანაირი პოლიტიკური საკითხი არ გადაეწყვიტათ მის გარეშე, რადგან პარლამენტმა უპასუხა, რომ ეს მათი საუკუნეობრივი ტრადიცია და უფლება იყო და არც შეეკითხებოდნენ მეფეს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას და როდესაც მეფემ ეს გაიგო, ის ოქმები მოატანილა და ამოგლიჯა პირდაპირ ეს ისინი სიტყვები და დახია. ჯეიმს პირველის გარდაცვალების შემდეგ 25-დან 59 წლამდე მისი შვილი მეფე ჩარლზ პირველი ბევრად უფრო მოქნილი, ბევრად უფრო გონიერი მეფეა და უფრო სხვანაირად უდგება პარლამენტს. მის დროს ორი ძირითადი ასე ვთქვათ ოპოზიციური ძალა, უენტოფი და ელიოტი და აი ელიოტმა წამოაყენა, რომ ასე ვთქვათ შეეზღუდათ მეფის თვითნებობა, ეგრეთ წოდებული უფლებათა პეტიცია წამოაყენა 28 წელს, რომ შეეზღუდა მეფის და მისი მოხელეების ასე ვთქვათ თვითნებობა და უფლებები და თქვენ წარმოიდგინეთ ჩარლზ პირველმა განაცხადა დაე იქცეს კანონაც რა თქვენ გსურთ. ყველა გაკვირვებული დარჩა, მაგრამ თურმე რაში ჭირდებოდა ეს ჩარლზ პირველს, კიდევ მეორე ძალიან ცფიერი კაცი იყო, მას სურდა 350,000 გირვანკა სტერლინგის სუბსიდია მიეღო პარლამენტისაგან და როდესაც ეს სუბსიდია მიიღო ჩარლზ პირველმა, მაშინვე დაიწყო შეტევა პარლამენტზე. აი ეს პარლამენტმა გააპროტესტა და პარლამენტი დათხოვნილად გამოაცხადა ჩარლზ პირველმა პირველი შემთხვევა იყო ინგლისის ისტორიაში, როდესაც პარლამენტმა არ დაუჯერა მეფეს და არ შეწყვიტა მუშაობა. მაშინ მეორედ უკვე 29 წლის ივნისში მეორე გაუქმება გამოაცხადა პარლამენტისა და 11 ოპოზიციონერი დეპუტატი დააპატიმრა, მათ შორის იყო ელიოტი, აქედან 10-მა მერე სხვა შორის მოინანია თავისი სოდვები, არ მოინანია ბჭყალებში, რა თქმა უნდა მოინანია, რა ქონდა შესაძლებელი, მაგრამ არ მოინანია ელიოტმა, მან ციხეში ჯდომა ამჯობინა და სხვათა შორის ის 1632 წელს ციხეშივე გარდაიცვალა. სხვათა შორის მას ეკუთვნის სიტყვები, ვინც პარლამენტის შეწყვეტას მოინდომებს, პარლამენტი თვე იქნება ძლეული ეს წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მეფემ 29 წელს, აი ამ დაპატიმრების მერე 40 წლამდე 11 წელი პარლამენტი აღარ მოიწვია, უპარლამენტო პერიოდი ქვია აი ამას ინგლისის ისტორიაში და ამას დაერთო ისიც, რომ აი ეს ზომიერი ოპოზიციონერი უენტოფი გადადის მეფის ბანაკში და მას სტრაფორდის გრაფის ტიტულს პერობას ანიჭებს და ამის შემდეგ გრაფ სტრაფორდად მოიხსენიებს ჩვენ მას და ანიჭებს პერის ტიტულს მეფე. მაგრამ აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. 1627 წელს პრესბიტერიანელი შოტლანდიელები აჯანყდებიან და მთელ ჩრდილოეთ ნაწილს ქვეყნისას დაიკავებენ. მეფეს არც ფული აქვს, არც შესაძლებლობა დაუპირისპირდეს შოტლანდიელებს, ამიტომ ის იძულებულია 1640 წელს მოიწვიოს ამდენი ხნის ესე იგი უპარლამენტობის მერე პარლამენტი და იწყებს მუშაობას 40 წელს 12 წლიანი 12 წელი და ცოტა მეტი მუშაობდა ეს პარლამენტი, ამიტომ ისტორიაში ეს პარლამენტი შედის ხანგრძლივი პარლამენტის სახელით. აი ეხლა უნდა დავიწყოთ უკვე აქამდე ეს შესავალი ნაწილი იყო და ეხლა უნდა დავიწყოთ 40-60 წლების ასე ვთქვათ სამოქალაქო ომზე საუბარი. 40-დან 42 წლამდე ეს არის პირველი ეტაპი.
და როგორც კი მოვიდა პარლამენტი პირველი იერიში მან მიიტანა თავის მოსისხლე მტერზე გრაფ სტრაფორდზე რომელიც მეფეს უკიჟინებდა რომ გაეძლიერებინა ზეწოლა პარლამენტზე და პურიტანებზე მაგრამ ეს არ გამოუვიდათ იმიტომ რომ ინგლისი არ იყო საფრანგეთი და ინგლისში ძალიან ძლავრი იყო ასე ვთქვათ ფესვები სასამართლო ორგანოების და თვითონ მეფეები ამკვიდრებდნენ ამას რომ სამართლის წინაშე ყველა თანასწორია და პურიტანობაც ძალიან იყო ფეხმოკიდებული ამიტომ საფრანგეთის მაგალითი აქ არ გამოდგებოდა ერთი ბართლომეს ღამე ამ პურიტანებს არ ეყოფოდათ ამიტომ სტრაფორდის იდეებმა ვერ გაიმარჯვა სამაგიეროდ მოსულმა პარლამენტმა გრაფ სტრაფორდზე იყარა ჯავრი ის სიკვდილი დააჟევნეს და მეფემ ის არ და ვერ დაიცვა აი ამის შემდეგ მიაწოდეს მეფეს ახალი კანონი, რომლის ძალითაც მეფის ხელისუფლება იზღუდებოდა და აუცილებელი იქნებოდა მეფის ბრძანება აღარ იყო საჭირო პარლამენტის მოსაწვევად, არამედ თვითონ ამომრჩევლებს შეეძლოთ, თუ 3 წელი მეფე არ მოიწვევდა პარლამენტს, თვითონ ამომრჩევლებს შეეძლოთ აერჩიათ პარლამენტი და მეფემ ამაზე კვერი დაუკრა. ყველაფერზე ეთანხმება მეფე ისევ და ისევ იმის იმედი აქვს, რომ მერე გარეძალის მეშვეობით შეძლებს პარლამენტის მოხდებას, მაგრამ როდესაც დიდი პროტესტი წარმოადგინა, ასეთი იყო ოპოზიციის მეთაური პიმი, რემონსტრაცია ქვია ამას, დიდი რემონსტრაცია, აი აქ უკვე ეს 50 წლის ბოლოა, აი აქ უკვე მეფე ძალიან შეშფოთდა და მან თვითონ ჩავიდა საპარლამენტო ქალაქში, უესტმინსტერში და უნდა დაპატიმრება პიმის მეთაურობით კიდე 4 ოპოზიციონერი დეპუტატის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისინი გაუფრთხილებიათ თურმე და მათ ქალაქის ცენტრს, ლონდონის ცენტრ სიტის შეაფარეს თავი, გულდაწყვეტილმა თქვა მაშინ ჩარლზ პირველმა ჩიტები გაფრენილან, მაგრამ აი ამ ჩიტებმა, ასე ვთქვათ, ჭყალებში რა თქმა უნდა, მთელი ქალაქი აადუღეს და მეფის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, იძულებული გახდა ამ უმართლობასაც მეფე ვერ დაუდგებოდა წინ და იძულებული გახდა მეფე გასულიყო ლონდონიდან და ქალაქ იორკში გადავიდა. პირველი ეტაპი, ანუ 40-42 წლის პირველი ეტაპი პარლამენტისა და მეფის დაპირისპირების სრული κρახით დამთავრდა მეფის პარლამენტმა გამარჯვება მოიპოვა, მთელი ძალაუფლება გადადის პარლამენტის ხელში. მაგრამ იწყება უკვე მეორე ეტაპი, სამოქალაქო ომების ეტაპი, ეს არის 42-49 წლების ორი სამოქალაქო ომი. აი აქ უკვე მეფე იკრებს ძალებს და ორ ნაწილად იხლიჩება ინგლისი, მსხვილი თავადაზნაურობა, წვრილი თავადაზნაურობა მეფეს უჭერენ მხარს, რაც შეეხება წვრილ თავადაზნაურობას, წვრილ მიწისმფლობელებს, იომენებს ეგრეთ წოდებულებს, ბურჟუაზია, ქალაქის მოსახლეობა, ესენი პარლამენტს უჭერენ მხარს, რაც შეეხება რელიგიურად ანგლიკანები და ასე ვთქვათ კათოლიკები მეფის მხარეს არიან, პურიტანები და სხვა დანარჩენი სექტები ინდეპენდენტების ჩათვლით არიან პარლამენტის მხარეს, გეოგრაფიულადაც გაყოფილია ინგლისი, ანუ დასავლეთი და საჩრდილოეთი, რომელიც ნაკლებ განვითარებულია მეფის მხარეს არის, ხოლო აღმოსავლეთი და სამხრეთი, რომელიც განვითარებული ლონდონის და სხვა განვითარებული ქალაქითებით არის დასახლებული პარლამენტის მხარესა. თავდაპირველად მეფის მხარეს იყო უპირატესობა, მაგრამ შემდგომში პიმმა, ოპოზიციის ლიდერმა მიიღო ეპისკოპატის გაუქმების, ასე ვთქვათ, გადადგენილება მიაღებინა პარლამენტს, რითაც შოტლანდიელების გული მოიგო და შოტლანდიელების პრესბიტარიანელი შოტლანდიელების გვერდზე დადგომამ ძალიან გააძლიერა პარლამენტი, მაგრამ გადამწყვეტი როლი მაინც ითამაშა ოლივერ კრომველის გამოჩენამ ინდეპენდენტების ჯარით და ეხლავე ცოტა შევეხოთ ოლივერ კრომველს, იგი 1599 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ინგლისის კვაირის ოჯახში, გლეხის ბიჭი იყო, ასე რომ ვთქვათ, და თავიდანვე ზულდა მას ის ინდეპენდენტია და თავიდანვე ზულდა მას კათოლიკები და ეს სიზულული კიდევ უფრო გაუმძაფრდება 28 წელს, როდესაც ის პარლამენტის დეპუტატი ხდება და სამოქალაქო ომის დროს მან თავის საგრაფოში ინდეპენდენტების ჯარი ჩამოაყალიბა და რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მეფის ჯარზე და სხვა შორის სამეფო ოჯახის წევრები მას რკინის გვერდებიანს უწოდებდნენ, მის ჯარსაც ესე დაერქვა მერე სახელი რკინის გვერდებიანების ჯარებით. აი 45 წელს სწორედ მან წამოაყენა ახალი ნიმუშის არმიის შექმნის იდეა. ეს იყო ძალიან მკაცრად, ესე იგი ყველანაირად მარადიორობა შეზღუდული იყო, აუცილებლად უნდა დამორჩილებოდა ეს ჯარი კანონებს და პირველივე ბრძოლაში, ნეიზბინის ბრძოლაში
45 წელს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს ინდეპენდენტების ჯარმა, ამას მერე სხვა გამარჯვებებიც მოჰყვა და 46 წლისთვის მეფე იძულებული გახდა აპრილის თვეში გაპარული იყო ოქსფორდიდან და ჩაბარებოდა შვეიცარიელებს. ანუ სამოქალაქო ომის პირველი ეტაპი დამთავრდა ისევ და ისევ პარლამენტის ბრწყინვალე გამარჯვებით, მაგრამ თითქოს და ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ახლა თვითონ პარლამენტში იჩილა დაპირისპირებამ თავი, კერძოდ პრესბიტერიანელებმა, როგორც კი მეფე დაამარცხეს და სხვადასხვა შოტლანდიელებმა მე გადასცეს მეფე პარლამენტს და აი როგორც კი მეფე გადასცეს პრესბიტერიანელებმა ჩათვალეს, რომ დამთავრდა უკვე სამოქალაქო ომი და უნდა დაიშალოს არმია. ასე არ თვლიდნენ კრომველის მომხრეები და ამიტომაც იწყება მათ შორის დაპირისპირება, პრესბიტერიანელებმა მოიწვიეს შოტლანდიელი პრესბიტერიანელები, ანუ უცხოძალა მოიწვიეს, ამას ანგლიკანებმაც დაუჭირეს მხარი, ხო რომ კრომველის მხარეს და დადგა ინდეპენდენტური არმია და საბოლოო ჯამში არმიის ბრწყინვალე გამარჯვებით იქნა ეს დასრულებული და აი 48 წლის 6-7 დეკემბრის 2 დღის განმავლობაში არმიამ გაწმინდა ეგრეთ წოდებული ხანგრძლივი პარლამენტი პრესბიტერიანელებისაგან და დატოვა ნაბოლარა პარლამენტი, ასე უწოდეს მას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაიცხრილა ამ პარლამენტიდან და ნაბოლარა, ანუ ნარჩენი პარლამენტი უწოდეს და ესეც ბრწყინვალე გამარჯვება აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, იმის და შეიქმნა ეხლა ახალი ორგანო, სახელმწიფო საბჭო, მაგრამ თითქოს და ყველაფერი ისევ და ისევ კარგად არის, მაგრამ ეხლა უკვე დადგა მეფის საკითხი, ანუ რა უნდა უქნან მეფეს. არმიამ მეფეს წაუყენა, გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, მეფეს თავი უნდა მოაჭრანი. მას ბრალიედება სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, მას ბრალიედება რევოლუციის პარლამენტის ღალატში და მას ბრალიედება თავისუფლებების გადამეტებაში. თემთა პალატამ მხარი დაუჭირა, არ უჭერს ლორდთა პალატამ მხარს. ის ამბობს, რომ სამოქალაქო ომი არ დაუწყია მეფეს, სამოქალაქო ომი დაიწყო პარლამენტმა, ამიტომ მეფეს როგორ ვადანაშაულებთ ამაში და ამ რაც შეეხება პარლამენტის ღალატს, როგორ შეიძლება მეფემ პარლამენტს უღალატოს, როცა პარლამენტს იწვევს კიდეც და ითხოვს კიდეც მეფეს. ამიტომ ეს აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, ლორდთა პალატას უკვე აღარავინ უსმენდა, ჩატარდა სასამართლო და საინტერესო ის არის, რომ თვითონ ენაბლუ იყო ჩარლზ პირველი და აი ამ სასამართლოზე ჩარლზ პირველმა ადვოკატზე უარი თქვა და თვითონ დაიცვა და დაიწყო თავის დაცვა, მაგრამ ბრწყინვალე სიტყვა წარმოსთქვა, რომ ეს კანონები რო იწერება, ის თქვენთვის იწერება და არა ჩემთვის, მე გასამართლების უფლება, ჩემი გასამართლება მხოლოდ ღმერთს აქვს და მე მხოლოდ ღმერთთან ვარ პასუხისმგებელიო. რა თქმა უნდა, მას არ მოусმინეს და იანვრის თვეში მას თავი მოკვეთეს. აი ესე დამთავრდა ეს პირველი პერიოდი. აი ამის შემდეგ იწყება უკვე 49-დან 53 წლამდე ინდეპენდენტური რესპუბლიკის პერიოდი, რომელიც ასე ვთქვათ, ნაბოლარა პარლამენტის ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, მეკრთამეობით და სხვა რაღაცეებით მთავრდება და ეს კრომველმა მშვენივრად დაინახა, რომ ხალხს უკვე მობეზრდა ესეთი მათი საქციელები და მომწიფდა სახელმწიფო გადატრიალება. ამას ეს ნაბოლარებმაც იგრძნეს და შეეცადნენ რამენაირად თავისი რესტავრაცია, ანუ ახალი მოწვევის პარლამენტში გაინაღდეს ადგილების ესეთი კანონი გამოსცეს, მაგრამ კრომველმა აღარაცალა და 53 წლის ივნისში მან სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ნაბოლარა პარლამენტი გარეკა და თვითონ ასე ვთქვათ, თავისი ხალხი მოიყვანა, ანუ 3 მოქალაქე და 3 არმიის წევრი იყო ახალი აღმასრულებელი საბჭო კრომველის მიერ დანიშნული. აგრეთვე არჩეული იქნა ეგრეთ წოდებული მცირე პარლამენტი, რომელიც ძალიან რადიკალიზმით გამოირჩეოდა და აი ამ მცირე პარლამენტის მუშაობა თავდაპირველად ყველა ძალიან ესეთი აღწყინებით შეხვდა, მათ შორის კრომველიც, მაგრამ მე ძალიან ზედმეტები მოუვიდათ მათ, მაგრამ კრომველს აღარ სურს, რომ თვითონ ჩაერიოს, მან უნდა შეინარჩუნოს ეგრეთ წოდებული ნეიტრალურის იმიჯი და ეს მცირე პარლამენტი უნდა ამჯერად უკვე თვითონ ხალხმა რომ დაითხოვოს და თვითონ ხალხმა აღიაროს კრომველი პირველ კაცად.
ამიტომ ის ნეიტრალურ სიჭერს ხალხის ზეწოლით მცირე პარლამენტი თვით ლიკვიდაციას აცხადებს 16 დეკემბერს 53 წლისა და კრომველს როდესაც შესთავაზებენ ლორდ პროტექტორის ტიტულს ის ბწყალებში რა თქმა უნდა გაიოცებს რატომ მოხდა თვით ლიკვიდაცია მცირე პარლამენტის და რატომ სთავაზობენ მას მცირე ასე ვთქვათ კეკლუცობის შემდეგ იგი ხდება ინგლისის, ირლანდიის და შოტლანდიის ლორდ პროტექტორი და საინტერესო ის არის რომ რას ჩარლზ პირველს ჰქონდა უფლებები 51 წელს ანუ დასაწყისში ამ რევოლუციის ანუ მეფეა ის ხომ დასაგებია იმაზე ორჯერ მეტი უფლებები ჰქონდა ამ 5 წლის განმავლობაში ლორდ პროტექტორ კრომველს 57 წელს იწერება ახალი კონსტიტუციის შედგა ახალი კონსტიტუციის პროექტი რომელშიც იყო გათვალისწინებული ლორდთა პალატის აღდგენა და მეფობის რესტავრაცია და აი აქ შესთავაზეს მეფობა კრომველს. კრომველი ჭკვიანი კაცი იყო, ის დაფიქრდა და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ის ყაირის შვილი იყო, გლეხის შვილი იყო და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა გვირგვინი რომ დაიდგა, მაშინ კონსტიტუცია გადაკეთდა, ასე რომ ვთქვათ და უკვე ლორდ პროტექტორობა გახდა მემკვიდრეობითი და მემკვიდრეობითი წოდება იგივე მეფეა და რა თქმა უნდა უფრო მეტიც კიდე და ამის შემდეგ 57 წელს ის მეორე დაირჩიეს ლორდ პროტექტორად, მაგრამ 58 წლის 3 სექტემბერს ის 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ბოლო საათებში სიცოცხლის ბოლო საათებში თავის მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი უფროსი ვაჟი რიჩარდ კრომველი 32 წლის, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული იყო ცადა დედამიწა იყო მამაშვილი ერთმანეთისაგან და როგორც კი იგრძნეს ლორდ პროტექტორის სისუსტე რეაქციულმა ძალებმა მაშინვე დაიწყეს მასზე შეტევის მიტანა და 1660 წლის 1 მაისს ახალმა ეგრეთ წოდებულმა თავისუფალმა პარლამენტმა იგულისხმება რომ არმიისაგან თავისუფალი პარლამენტი იყო ის ახალმა თავისუფალმა პარლამენტმა გამოაცხადა ლორდთა პალატის აღდგენა და სტიუარტების რესტავრაცია ინგლისში და აი 1660 წლის 26 მაისს ჩარლზ მეორე რომელიც შოტლანდიაში აფარებდა თავს შემოდის ლონდონში და აღდგა ისევ სტიუარტების ასე ვთქვათ მეფობა. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი თემა, თქვენი განსაჯელია დავარქვათ ამ ასე ვთქვათ პერიოდს ინგლისის რევოლუცია თუ ინგლისის სამოქალაქო ომი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.